ციფრული ინოვაციები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უდიდეს პერსპექტივებს ქმნის, თუმცა რესურსების ნაკლებობის გამო მნიშვნელოვან გამოწვევასაც წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ტერაბანკის პლატფორმა სასარგებლო G ბიზნესებს საქმიანობების მარტივად გაციფრულებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში ეხმარება. ამ ინიციატივის ფარგლებში კი ბანკი საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს, რომლის მიზანიც B2B თანამშრომლობების ჩამოყალიბება და ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარებაა. ტერაბანკის ორგანიზებით გაიმართა კიდევ ერთი ღონისძიება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც გავაცანით ტექნოლოგიური სტარტაპები და მათი სერვისები, რადგან ტერაბანკი იაზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ბიზნესის გაციფრულება დღევანდელ დღეს და შესაბამისად გვიხარია, რომ ამ მიმართულებით ჩვენი წვლილიც მიგვიწვის და სწორედ ამ მიზნით დავაარსეთ პლატფორმა სასარგებლო G, რომელიც ემსახურება ბიზნესის გაციფრულებას და ბიზნესის სექტორისა და SaaS სტარტაპების წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას. შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს და მიეღოთ ინფორმაცია მათი საქმიანობებისა და ინოვაციური გადაწყვეტების შესახებ. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლს, ციფრულ გადახდებსა და ელექტრონულ კომერციას. მსგავსი შეხვედრები, რომელიც მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესთან შეხვედრას, ჩვენაირი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ასევე მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს უკვე საქართველოში არსებობს ბევრი კარგი ხელსაწყო, რომელიც ეხმარება სწორად ამ საშუალო და მცირე ბიზნესებს, რომ გაამარტივონ თავით შიდა ოპერაციები, გააციფრულონ გაყიდვები და ასე შემდეგ. ანუ ეს კავშირი და ჯაჭვი და პლატფორმა, რომელიც დააკავშირებს მათ ჩვენთან და ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ მათ წარუდგინოს ჩვენი სხვადასხვა მომსახურებები, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ძალიან კარგია ეს ღონისძიება და ყველა მსგავსი ღონისძიება, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ერთის მხრივ ქართულმა სტარტაპებმა და მეორეს მხრივ ადგილობრივმა ბიზნესებმა, რომლებიც შეიძლება საჭიროებენ ამ სტარტაპების სერვისებს, მაგრამ უბრალოდ არ იციან, რაღაცნაირად ერთმანეთში გაცვალონ ინფორმაცია და სტარტაპებმა იპოვონ ახალი კლიენტები, მეორეს მხრივ ბიზნესებმა იპოვონ მათთვის საინტერესო და მათთვის ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მათ ბიზნესს დაეხმარება შემდგომ განვითარებაში. საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და საქმიანობების გაციფრულება მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შესაბამისად, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი სასარგებლო G, რომელიც 2023 წელს შეიქმნა, გეგმავს, რომ მსგავსი შეხვედრები და აქტივობები ინტენსიურად გააგრძელოს.